მცდელობა უკვე მოვიდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ იქ სადაც არის ტრადიციული შეხვედრის ადგილი. თქვენ ახლა კადრში მეორე კადრით წესით უნდა ხედავდეთ იმას, რომ ამ მარშში ჩართული მომიტინგეები ძირითადად არიან პატიმრების ოჯახის წევრები და მშობლები უკვე იხდიან იმ ფორმებს, რომელიც ჰქონდათ მათ ჩაცმული. მე მაყურებელს თავშიც ვუთხარი, რომ ეს იყო ერთგვარი გამოხატულება იმისა, რომ ისინი იყვნენ პატიმრები, თუმცა ახლა იმ ჟესტით, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტის წინ, ათავისუფლებენ საკუთარ თავს და ქვეყანას და ისინი თვლიან, რომ სწორედ ასე მოხდება რეჟიმის დამარცხება და პატიმრების გათავისუფლება საპატიმროებიდან. ჩვენ ეხლა კითხულობენ გარკვეულ გამონათქვამებს, ლექსებს კითხულობენ, ასევე აქ ძირსყრია ის მავთულხლართები, რომელიც მარშში ჩართულ მოქალაქეებს ხელში ეჭირათ და ესეც იყო სიმბოლური. მათი შეფასებით სწორედ ასეთი მავთულხლართით სურს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის შემოღობა და ნათია ძალიან ემოციური კადრია. ძალიან ემოციური კარგია თავისთავად ამ პერფორმანს, ფორმას, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, რასაც ხედავთ ეს, ხო, რაც სიმბოლურად არის ასახვა ციხის გისოსების, აი ამ დაბმული ადამიანების, მავთულების და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს კადრი, რომელსაც ახლა ჩვენ უყურებთ, სადაც სინისის პატიმრების მშობლები ძირითადად და ოჯახის წევრები ასე ერთად არიან შეკრებილები, ერთმანეთზე ხელი-ხელ გადახვეულები, ეს არის ზუსტად ნულოვანი თანაგრძნობის საპირისპირო გამოვლინება ქართული საზოგადოების და მე სტუდიაში ვსვავდი ახლა კითხვებს, რა უნდა დაუპირისპირდეს, რა უნდა შეეწინააღმდეგოს ქართული ოცნების მიერ უკვე სახელმწიფო პოლიტიკურად გამოცხადებულ აი ამ დოქტრინას და არის ზუსტად ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ და ვუყურებთ. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან ბევრჯერ იქნა გამოთქმული მოსაზრება, თუ რა უნდა დაუპირისპირონ სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელმაც ღიად თქვა უკვე, რომ მათ ნულოვანი თანაგრძნობა აქვს ამ ადამიანების, რომლებიც საკუთარი და მათ შორის მისი ოჯახის წევრების თავისუფლებისთვის იბრძვიან და აი ეს სოლიდარობა, რომელიც არც ერთი დღე არ განელებულა ამ ადამიანებში, ეს არის სწორედ პასუხი კობახიძისთვის და ასევე მთელი რეჟიმისთვის. გაიხადეს უკვე ეს პატიმრის ფორმები მარშში ჩართულმა მოქალაქეებმა, პატიმრების ოჯახის წევრებმა და მე ახლა შევეცდები, რომ გავესაუბრო ქალბატონო ეკა. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ მოგზანდეთ საკმაოდ ხმაურიანად და თეატრალურად ჩამოიარეთ თავისუფლების ხმა ჩვენშია. ეს არის ალბათ სათქმელი ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს 319 დღე დგას რუსთაველის გამზირზე. და ეს არის გამოძახილი და პასუხი რეჟიმს, რომელიც ცდილობს ყველანაირად რომ დაშალოს პროტესტი რუსთაველზე. თქვენ რას უპასუხებთ ადამიანებს, რომლებიც ყველას ციხეში გამოკეტას ცდილობენ? რეჟიმს ვეუბნები, რომ შეწყვიტეთ. საქართველოს ვერ დააპატიმრებთ. მე წეხანაც თქვი, მათ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ყველა ეს მებრძოლი ადამიანი გავყოს სხვა ადამიანებიდან და ერთ დიდ ციხეში ჩავყაროს. არ გამოვა, ასეთი რაღაც სოფლიოში არ მომხდარა. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელსაც უყვართ ფრენა და თავისუფლება. ჩვენი შვილები, თქვენ კი ჩასვით, მაგრამ რომელიმე უკან დაიხია? ნახოთ ვინ იქნება მოგებული. ეხანაც თქვი სხვა ტელეეთერს მივეცის, ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. მოგვეცით თავისუფლება, დაგვიჭერთ, ვიღაცა გამოვა, კიდე დაგვიჭერთ, კიდე ვიღაცა გამოვა. არ შეიძლება. ის რასაც თქვენ აკეთებთ, არ შეიძლება. ის რასაც თქვენ აკეთებთ, არ შეიძლება. დიდი მადლობა, ჭავჭავაძეს უსმენდით, წერეთელი უკაცრავად, სინდისის პატიმრის დედა, ასევე ამ მსვლელობაში მონაწილეობდა იურისტი ვახტანგ ყიფიანი, ვიქტორი უკაცრავად, ბატონო ვიქტორ, სამერია რაღაც სახელები. ბატონო ვიქტორ, ამ მთელი არსია დღევანდელი მარშისა იყო ის, რომ ყველას ვერ დაგვაპატიმრებს და ეს არის გამოძახილი იმ ქმედებებით, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს ბოლო პერიოდში საკუთარი მოქალაქეების მიმართ. თქვენ როგორ აფასებთ იმას, რასაც აკეთებენ დაპატიმრებები, ღამის ბრიფინგები? ახლა ის პერიოდი, რაც ჩვენ გამვლეთ 28 ნოემბრიდან მოყოლებული 4 ოქტომბრის ჩათვლით განსაკუთრებით, ვინაიდან ეს ერთგვარი ჩამკეტით არის აღმოჩნდა, უჩვენებს ორ რამეს. პირველი, რომ საზოგადოებრივი პროტესტი არის ძალაში და მიუხედავად სხვადასხვა ეგზოტიკური განცხადებებისაც, ჩვენ ვისმენთ, ეს პროტესტი არსად არ წასულა.
და დღევანდელი მარშიც სწორედ ამის გამოვლინება არის, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომელიც პროტესტის პოლიტიკურ სითხეში გადაყვანას ემსახურება. ალბათ აქ არის ის საკითხი, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს, სადაც ყველაზე მეტად მოვიკოჭლებთ. არადა პოლიტიკური გაგრძელების გარეშე არსებით ხელშესახებ შედეგზე საუბარი ძალიან რთული არის. ეს ალბათ დადგა დრო, რომ გააზრებულ იქნეს გამვლილი პერიოდი, გააზრებულ იქნეს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა დაკვეთა სისტემურ პოლიტიკაზე, ხედვებზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე, გასერიოზებულ პოლიტიკაზე, ისეთზე, რომელიც არის პირველ რიგში ორიენტირებული ადეკვატურობაზე და თანამონაწილეობაზე. ამ ფილმს სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკურმა ველმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. ამდენად თუ პროტესტს ზოგადად ჭირდება შველა სწორედ იმ მხრივ, რომ აი ამ მოთხოვნას დროზე გამოუჩნდეს მიწოდება. მე ჩემ თავზე ავიღებ სითამამეს ჩემი და ჩემი კოლეგების სახით განვაცხადო, რომ ჩვენს ანალიტიკურ ცენტრს გამომდინარე მისი ისტორიიდან, გამვლილი გზიდან აქვს სწორედ ის შინაარსობრივი იდენტობა და რესურსი, რომ სწორედ აი ამ მიწოდებას ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს. სხვაგვარად რო ვთქვათ, ჩვენ გამომდინარე ფორმულიდან, რომ ვიაზროვნოთ პოლიტიკურად და ვიმოქმედოთ პოლიტიკურად, ერთგვარ მზაობას ვაცხადებთ იმაზე, რომ არა მხოლოდ პროცესების შეფასებით, არა მხოლოდ პროცესებზე აზრის ფორმირებით, არამედ პროცესებში უშუალოდ თანამონაწილეობით, პროცესების ფორმირებაში მივიღოთ უფრო მეტად აქტიური მონაწილეობა. აი ამაში შეიძლება ჩვენ გამოვხატოთ ეს ფორმულა, ვიაზროვნოთ პოლიტიკურად, ვიმოქმედოთ პოლიტიკურად. ჩემი აზრით, დღეს შინაარსობრივი მხარე გაცილებით უფრო არსებითი არის, ვიდრე ფორმალობა. ფორმალობას მოელევა, ფორმალურ მხარის ჯერი დადგება, ის დაგვეწევა, მთავარია ჩვენ შინაარსობრივად ეს მიწოდება ვუზრუნველყოთ. ამისათვის მზად ვართ. მადლობა. დიდი მადლობა. მოისმინეთ კომენტარები რუსთაველის გამზირზე, შეასრულეს ჰიმნი აქციის მონაწილეებმაც და ახლა უკვე ჩვეულებრივ რუტინულ ფორმაში გადავა პროტესტი რუსთაველის გამზირზე. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 319 დღეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტი არ წყდება.